გამარჯობა პატივცემულო მეგობრებო, გამარჯობა მებრძოლებო, გამარჯობა მაყურებლებო. Bad boys, what you gonna do? What you gonna do when we come for you? Gamma! Bad boys! Konferencja თქვენს წინაშე! მეგობრებო, სანამ დავიწყებდე ოფიციალურად წყვილების წარდგენას, მე მინდა მოგახსენოთ, რომ სულ მალე, ანუ 30 აგვისტოს, თქვენ გელით გამა MMA-ის პირველი შეჯიბრი. სულ მალე დავდებ ჩვენს ოფიციალურ ვებგვერდზე GAMA-FC.GG, სადაც შეძლებთ წინასწარ ბილეთების შეძენას ძალიან შეღავათიან ფასად. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი შემდეგი ორი ივენთი, GAMA Fight Starter და GAMA Prison Break-ი უკვე საიძედევს. ასევე შეგიძლიათ წინასწარ სულ 45 ლარად შეიძინოთ ეს ბილეთები, ვინაიდან ფასი, ხო იცით, ყოველ კვირა ძვირდება. და ასევე, რა თქმა უნდა, ამ ივენტზეც ორშაბათამდე შეგიძლიათ შედარებით შეღავათიან ფასად, ჯერ კიდევ 75 ლარად და ვიპები 115 ლარად შეიძინოთ ბილეთები წინასწარ. მე კი ტრადიციულად კითხვა მაქვს. მზად ხართ? თქვენ დავამუშავეთ თქვენთვის 10 უსასტიკესი ბრძოლა, მათ შორის თქვენ გელით საჩემპიონო ბრძოლები და არა მარტო საჩემპიონო ბრძოლებია, საინტერესო პრელიმებშიც კი გველის ძალიან ბევრი სისასტიკე, ბევრი სისხლი და ზაფხულია. დაცხება უკვე მაგრაცხელა, თუმცა კიდევ უფრო მაგრა დავაცხუნებთ. დავადნობთ საბურავებს. მაშასე, პირველი წყვილი მინდა წარგიდგინოთ. Tornike, Scarface, Tumaniშვილი. რინგს გაიზიარებს 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში იოსებ ბენაშვილთან. გამარჯობა ბიჭებო. გამარჯობა. წარადგინეთ თავი, Tornike, აბა შეახსენე მაყურებელს. მოგესალმებით აქ დამსწრე საზოგადოებას, ყველას ვინც გვიყურებთ. უღრმესი მადლობა თქვენ, GAMA-ს ორგანიზატორებს. მადლობა მინდა გადაუხადოთ ჩემ მწვრთნელს, რომ დღეს აქვთ გავარ კოტე ჩანგავაძეს. ძალიან მაგარ სანახაობას გვპირდებით ბიჭებო. დიდი ხანია უკვე ვემზადები ამ ბრძოლისთვის, რაც ბოლო ბრძოლა წავაკე 4 თვეა 5 თვეა მზადების პროცესში ვარ და 26-ში ნახავ ჩემთვის რა. სხვა საქმელი ისეთი არაფერია აქვს. იოსებ, ძალიან დიდი დრო გავიდა იმის მერე, რაც შენ ბრძოლა ჩაატარე. ძალიან მაგარი ბრძოლა იყო, ძალიან გვასიამოვნე. სად იყავი, რა შვებოდი და როგორი დაგვიბრუნდი, მაინტერესებს გავიგო. მოგესალმებით ყველას. იოსებ ბენაშვილი ვარ რუსთავიდან. ეგრეა გიო, შარშან ვიჩხუბე კონტენდერ ლიგაში და მას მერე რიგი მიზეზების გამო არ მიხერხდებოდა ჭხუბი, იყო ეს მიზეზები, ტრამვები, იყო დაუშვათ წონის კლების პრობლემა, ცოტა სიზარმაცეც და ეხლა უკვე ფორმაში ვარ, არ მაწუხებს ტრამვები. შემიძლია ჭხუბი და შემიძლია რომ ვიჩხუბე 26-ში ისე ვიჩხუბო, როგორც ეკადრება GAMA-ს მაყურებელს, რითვისაც მოვა ეს ხალხი აქ, რითვისაც ბილეთებს იყიდის, რითვისაც დროს დაგვითმობს და გვიგულშემატკივრებს, აი ისეთი ბრძოლა მინდა რომ ჩავატარო. თან პირველი ბრძოლა იქნება GAMA-ში და მინდა რომ პირველი ბრძოლა მოგებით დავიწყო. შესანიშნავი. დავამბრუნოთ ბიჭებო მიკროფონები და face to face. გადაეც. იოსებ ბენაშვილი, Tornike, Tumaniშვილი. კამერებისკენ აპლოდისმენტებით გავაცილოთ მებრძოლები. შემდეგი წყვილი ანტონ წიწილაშვილი და რომა ბახა დუმბაძე. სამწუხაროდ რომა ვერ გამოეცხადა დღეს პრესკონფერენციაზე ბათუმიდან, სამწუხაროდ ვერ ჩამოვიდნენ მებრძოლები, რაღაცა შეემთხვა მატარებელს თუ რამე, მაგრამ ანტონ
შენ უკვე იცი გამას რინგის გემო. როგორ ხარ მზად და რაელი შენს მეტოქეს რო გითხრა? გამარჯობა, მოგესალმებით. დიდი მადლობა ყველას მობრძანებისთვის. ჩემი მეორე ბრძოლაა. საბურავები ცოტა უცხოა ჩემთვის, მაგრამ თავიდანვე გაქვინდა და ძალიან მისიამოვნება ჭუბი და მომზადება გავიარე აკაკ აგრიაშვილთან და უჩა მაისურასთან. ავი, ერთი სული მაქვს რომ ეს ჭუბი მორჩე ჩემი ჭუბი და მაგარ ბიჭას უყურო რა. სხვა არც არაფერი რა. მადლობა. ავი, უსულებ ჯანმრთელობას რა, იმიტომ რომ ორ მეტოქის რაღაც პრობლემები შეექნა და მინდა რომ ეს ჭუბი შედგეს რა. ძალიან ბევრი მომესადი. ადრილანდი მაწება, აკვი აღარ ვიცი. ერთი სული მაქვს აქ შემოვიდე რა. შესანიშნავი. ანტონი წიწილაშვილი მეგობრებო. შემდეგი ბრძოლა შედგება 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში. და პირველი მებრძოლი გიორგი გეგეჭკორი. მოგესალმებით. და გიორგის მეტოქე ლუკა ელვა აკოპიანი. მიკროფონი დაითრიე ლუკა. გილოცავ დაბრუნებას ლუკა. გიო, შენთან მაქვს კითხვა, რას ნიშნავს ეს ოსტოვი შენი პრომოკოდი? ოსტროვი, ჩემი უბანია რა. კი ბატონო. უბნის, ასე ვთქვა, სასახელოდ. კი. მაგ რინგნეიმს ხო არ აიღებდი? კი ბატონო. შესანიშნავი. გექნებოდა დიდი ალბათობით ლუკას ბრძოლები ნანახი. ლუკას გამას რინგზე 6 ბრძოლა აქვს ჩატარებული თუ არ ვცდები. როგორ შეაფასებ შენს მეტოქეს? და ლუკა, იგივე კითხვა მექნება შენთან. გიორგის ბრძოლა თუ გაქვს ნანახი და შენ როგორ შეაფასებდი? ვინც გინდათ, იმან დაიწყეთ. ანუ ჯერ ეს 6 ბრძოლა ვთქვით, რომ იმ 6 ბრძოლიდან გავნთავდი და ის ბრძოლები აღარ არის. ანუ მაგ ბრძოლიდან ვერავინ შეხედავს როგორ ბრძვი ახ დღეს. გიო, შენ რა სიტყვი? რავი, ახლანდელ წინა ბრძოლებს გადავხედე, მაგრამ ვაფშე არ უნდა გეჩვევა ჩემი აზრით. ანუ ვაფშე არ უნდა გეჩვევა რა. უფრო უკეთესად უნდა მომზადებულიყავი, უფრო უკეთესად უნდა მომზადებულიყავი, არ უნდა გეჩვევა. მეორე ჩხუბს ვატარებ, ახლა წინა ჩხუბი წავაგეზა. ახლა შენ რომ მოგიგებ, მე გამოწვევა მინდა რომ ლუკა. ომის მინეხ შენ მზად ხარ? ანუ შენ მომზადებული ხარ? მე კი. კაი, ნახოთ მაშინ. ნახოთ. ვნახოთ. დავაბრუნოთ მიკროფონები და face to face. ლუკა აკოპიანი, გიორგი გეგეჭკორი, ელვა ოსტოვის წინააღმდეგ. კამერებისკენ ბიჭებო. შესანიშნავი. შემდეგი ბრძოლა ავწიოთ, სერიოზულად ავწიოთ, წონითი კატეგორია 93 კილოგრამამდე და მე მინდა ვიხმო გიორგი კვირიკაშვილი და მისი მეტოქე გიორგი შუბიტიძე. გამარჯობა ბიჭებო. მე ამ ბრძოლისგან და ძალიან დიდი მოლოდინი მაქვს. თქვენ რა სიტყვით, რა მზად ყოფნაში ხართ? გიო, შენ როგორ მოემზადე, სად მოემზადე და ასევე იგივე შენს სეხნიასთან იგივე კითხვა მაქვს. ესე შენ და კრეიზიმ წააყარეთ, ხო? რო გაშველებდნენ მე. კარგი, მოდი, თავად დაიწყეთ, ვინ დაიწყებთ? ეგ ვიდეო მეც ვნახე პირველ რიგში. მინდა მაგის ხმა და ანუ ძალიან ბევრს ვემზადებოდი ამ ბრძოლისთვის და არ მინდა რომ ჩამეშალოს. დიდი იმედი მაქვს ცოტა ფრთხილად გააგრძელებთ სპარინგებს ამის მერე რა. ნუ რა ვიცი, ეს სპარინგების დრო უკვე დამთავრდა, შემდეგ იკვირა სპარინგიც არის. წონის კლების იქნება. ხოცავდნენ ერთმანეთს, სპარინგიც არის ხო მაგას. ნახე თუ არა ეგრევე გადაურეკე გაჩერდი. მორჩკე ყოფათ მეთქი, იმიტომ რომ პირველი ბრძოლის მერე რამდენიმე თვე გავიდა, მაგის მერე აქტიურად ვემზადები რა. წინა თვეში უნდა გქონოდა წესით რა, შემოთავაზება გქონდა ასეთი, რომ უნდა გვეჭხობა რაღაც მიზეზების გამო. ჩაიშალა ეს შეთანხმება.
გადმოვიდა ამ თვეში. ჩემთვის უკეთესია უფრო მეტი დრო მომემცა მოსამზადებლად, მაგრამ პირველ რიგში აუცილებლად მინდა რომ შედგეს ეს ბრძოლა ძალიან კაი ფორმაში ვარ. წინა ბრძოლისგან სრულიად განსხვავებული ბრძოლას ვაჩვენებ. წინა მართლა ჭიდაობა და კლინჩი იყო რა. ეხლა ცოტა უფრო მეტ კრივს ვაპირებ. შენ რას გვიპირებ, გიო? გამარჯობათ, მე ვარ გიორგი შუბიტიძე. რას ვაპირებ და ძალიან მაგარი ჭხუბი იქნება. მე და ეს გიო მაგარი ჭხუბი ჩავატარებთ. უკეთესი იქნება წინა ბრძოლაზე და ერთ სული მაქვს მოვიდეს შემდეგი კვირა რომ ვიჭხუბოთ. მოუთმენათ ველოდები ამ ჭხუბს. ვეღარ ვიტყვი. შენი წინა ბრძოლა მომეწონა კი. ნუ ჩემთან რო შევადაროთ უკეთესი იყო. მართლა უკეთესი იყო. იმედია კიდე შეგხვდე. ახალ ძალებს გაჩვენებ შემდეგში. კეთილი, მე პირადად ასეთი კითხვა მაქვს შენთან. კრივს ვაპირებო. გიორგი მარგვენა ხელს აქედანაც ურტყავს, მე აქედან წინა ბრძოლაში ხმალივით იქნებს. ანუ შეიძლება არ გაგიმართლოს კრივის მოლოდინებში და თუ მზად ხარ მუშტი კრივისთვის, კლინჩისთვის და ეგრეთ წოდებულ ბინძური კრივისთვის. კი, მზად ვარ, ანუ მაგ ვიდეოს ბევრჯერ უყურე რა, მაგ მომენტებსაც დავაკვირდი, კი, ორივე ხელს მარტო მარჯვენას არა, მარჯვენასაც, მარცხენასაც ორ მხრივად იქნეს, ორპირიანი დანასავით აქ ხელი. ყველა მხრიდან ცდილობს გაჭერას. ნუ, მზად ვარ, ვემზადები მაგისთვის. კიდევ რაღაცეებისთვისაც ვემზადები, მაგას რინგზე ვაჩვენებთ. გარკვეული ტაქტიკა მაქვს შემუშავებული, ასე რომ ვთქვათ რა. წეგან კითხი სად ემზადები, როგორ ემზადებიო, გუდიან თიმში ვემზადები. და საკმაოდ აქტიურად, ყოველდღიურად ვარჯიშობ ახლაც, წინა ბრძოლის შემდეგ ცოტა დავისვენე და ვარჯიშები არ ჩამიგდია. კარგ ფორმაში ვარ ნამდვილად. შესანიშნავი. გიორგი, შენ სად ემზადები და თუ გაქვს შენ რამე სიურპრიზები შემონახული ორი პირიანი დარტყმების გარდა? წინა ბრძოლაზე უკეთესი ბრძოლას შევთავაზე მაყურებელს. ის ჩემთვის ისეთი ბრძოლა არ იყო, ყოფილიყავი და ამ კვირას, იგეთა კვირას ძალიან მაგარი ბრძოლა იქნება, იმაზე უკეთესი და მაყურებელი ისიამულოს ამ ბრძოლით. ყველანაირად გამოვყვები მაგას. შესანიშნავი. მე მგონი საქმელი აღარაფერი დარჩა, გადავცეთ მიკროფონი. და პირისპირ. ორპირიანი დანამომარტყა. გიორგი შუბიტიძე, გიორგი კვირიკაშვილი, 93 კილოგრამის კატეგორია. ეხლა არ წააყაროთ კამერებისკენ ბიჭებო. აპლოდისმენტები! სულ პატარა პაუზის შემდგომ, რომელიც 15 წუთსაც არ გასტანს, გადავართ ძირითად ქარდზე. და ძირითად ქარდს გახსნიან გიგი ბერიძე, რომელიც ასევე ბათუმიდანაა და სამწუხაროდ ვერ ჩამოვიდა, თუმცა ლადო კეისარი ვანიშვილი აქ არის. გადაეცით ლადოს მიკროფონი. მოგესალმებით ყველას. ლადო, როგორ ხარ მზად? რაღაც მოზრდილი მეჩვენები მხრებში, წონაში თუ ხარ და თუ არ გაგიჭირდება დაკლება და მზად თუ ხარ, ახლა გიგი მიუხედავად იმისა, რომ აქ არ არის, სერიოზული მეტოქეა, როგორც თავის ორ ბრძოლაში გვაჩვენა, ანუ პირველ რაუნდზე მეტი ვერ გაუძლო ვერც ერთ მეტოქემ და შენ რა გეგმა გაქვს, რა მზადყოფნაში ხარ, სად ემზადები და მოგვიყევი რა. ხოძე ვარ, საინტერესო მებრძოლია იგი ჩემთვის. არა მარტო იგი ყველა მებრძოლი საინტერესოა, ვისაც ხვდები, იმიტომ რომ ყველას თავისებური მიდგომა სჭირდება, ყველას ჭხუებს უყურებ ხოლმე, რა თქმა უნდა და პროფესიონალურად ვიღებ, ვინც არ უნდა იყოს, არ აქვს მნიშვნელობა. და რავი, ჩემ ძალებში ეჭვი არ მეპარება არც 1%-ით და დავამთავრებ პირველში ან ორ რაუნდში, რავი. ორში რა ცოტა წესიერი სურათები გადამიყონ, თორე დავიღალე. კეთილი, კეთილი. როგორ აპირებ ბრძოლას, ისევ კლასიკური კრივის სილამაზით დაგვატკბობ თუ ეხლა უკვე გიგიც ხო ხედავ კლასიკური კრივით უტევს მეტოქეებს? ნახოთ, არ აქვს მნიშვნელობა.
ყველაფრისთვის მზად ვარ. ბევრი კოზირი მაქვს, რაც ჯერ ვერ ვანახე გამას მაყურებელს. და ნელ-ნელა მაღალ მეტოქეებთან, შედარებით ძლიერებთან გამოჩნდება ყველაფერი. და ჩემი შესაძლებლობები კიდე ჯერ ისე ვერ გამოვავლინე აქ როგორც მინდოდა რა, წინაც ძალიან მალე დავამთავრე და რა ვიცი. სერიოზულად მოზრდილი ხარ და წონაში ხო? წონაზე აიდარდოთ, ჩავაბარებ საგერიფთ. ეხლა რამდენი ხარ? არ გეტყვი. კარგი, დავაბრუნოთ მიკროფონი. არა, გიო. კითხვა გაქვს, შეკითხვა აქვს. გიგისთან ჭხუბობს, ხო? კი. აღნიშნე რომ პირველ რაუნდში მოუგებ, ხო? პირველი ორი, ხო? დარწმუნებული ხარ? რა მნიშვნელობა აქვს? პირველი იქნება თუ როგორც წავაბრძოლა ისე ვიზო. თუ უნდა თვითონ მომიგოს. პირიქით რო გაგთიშოს? რა არა პრობლემა, გამთიშოს. მე ბრძოლები ვართ აქ ყველაფერი ხდება, მე იმას კი არა, რომ ყველა 100% გავთიშავო მაგას ვერავინ ვერ იტყვის 100%. ჩემი აზრით ვერ გათიშავ. ხო, შენი აზრი. სპარინგობდით და ვიცი მაგის შესაძლებლობა. კი, გასაგებია ძმა, მაგრამ ჩემი აზრია, შენი აზრია. მე ასე ვფიქრობ, გიგი ისე იფიქროს, როგორც თვითონ გაუხარდება. მე ჩემი მენტალიტეტით მივდივარ, წარმატებებით ოჯახების ძმა და მე სხვა ვარ, ის სხვა არის, რავი, არ ვიცი შე როგორი სპარინგი მაგაცდა. არა, პირიქით არ მოხდეს. აი, არ გინდა წინასწარ ლაპარაკი. არ ვლაპარაკობ მე წინასწარ. რავი, გავთიშავო პირველ რაუნდში და მაგით. ბიჭო, მე ვფიქრობ თქო ასე მეთქი რა, ხო გითხარი და არ ვამოფრე უეჭოლი მასე მოხდება. მედი არ დაიბნე ჯიგარი. არ ვიბნები ბრატ. აი ხარ. ენაცო. ეთილი. ლადო, კეისარი, ვანიშვილი მეგობრებო. 26-ში შეხვდება გიგი ბერიძეს. აპლოდისმენტები დამაკლდა. გადავიდეთ შემდეგ ბრძოლაზე. გურა ვენო სულაბერიძე რინგს გაიზიარებთ. ძალიან დიდ ხანს გვწერდით. დააბრუნეთ ეს კაცი გამაში. გიორგი ფოლადიშვილთან. ეს ზოლა შედგება 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში. მეგობრებო, შენით დავიწყებ, ვენო, როგორ მზადყოფნაში ხარ და როგორ შეაფასებდი შენს მეტოქეს. ანუ იმის მერე, რაც ფოლადა წავიდა, კაი დიდი დრო გავიდა, კი დიდი კვალი დატოვა გამაში და ბევრმა ვერ დაივიწყა. თუმცა მაგის მერე ბევრი სერიოზული მებრძოლი შეგვემატა, მათ შორის შენ და რას ფიქრობ, როგორ ბრძოლას შესთავაზებ და რას ურაც ვნახავთ და როგორ დამთავრდება რა თქმა უნდა. მოგესალმებით პირველ რიგში ყველას. ძალიან დიდი მადლობა აქ მობრძანებისთვის, ძალიან დიდი მადლობა გამას როგორც შეუდგახართ. რაც შეეხება ბრძოლას, გიორგი ბრძოლები ნანახი მაქვს. ძალიან კაი ბიჭია, ძალიან ტექნიკური ბიჭია. ვიცი რომ წვალება მომიწევს, მაგრამ მიზანი პატარა მაქვს. ნოკაუტი. სერიოზული განაცხადია მე მგონი. ფოლად, welcome back. უბრალოდ ყოვლისა. სად იყავი? და როგორ ასე ვთქვათ, რას ველოდოთ შენი დაბრუნებით და იგივე კითხვა შენთან, რას ურაც ველოდოთ ბრძოლისგან და გურამას პრეტენზია საღამოს ნოკაუტის ბონუსი აქვს, როგორც გავიგე და შენ რა სიტყვი? მოგესალმებით მეგობრებო, ძალიან მიხარია აქ დაბრუნება. აი ეს სიტუაცია კაი ხანია არ განმისდია. რა ვიცი, მეტოქეზე რას ვიტყვი, ვიცი, კაი ბიჭი არის. კარგად ჩხუბობს თქო, ტექნიკურად ჩხუბობს თქო ვერ ვიცი. გიჟურად ჩხუბობს. ხო, ანუ ტექნიკურად ვერ ჩხუბობს, მაგრამ მებრძოლი ბიჭი არის, რაც ჩემთვის დასაფასებელია. რაც შეეხება ჩხუბს, ჩემს არ აქვს მნიშვნელობა ვინ იდგება ჩემს წინ. გინდა დამწყები იყოს დებიუტანტი, გინდა ბევრი ჩხუბი კონდეს ჩატარებული, ჩემთვის ყველა სერიოზულად ახსაქმელი არის და როგორც აქამდე აღვიქვი ყველა მებრძოლი სერიოზულად ისე აღვიქვ ამასაც. მე დარწმუნებული ვარ და ღმერთის წყალობით აი ისე ლამაზად ვიჩხუბებ, ისე ლამაზად გავიმარჯვებ, როგორც მე მსურს, როგორც ჩემ ახლობლებს და ჩემ საყვარელ ხალხს სულს. ღმერთის წყალობით ისე მოხდება როგორც მე მინდა და დამიფასდება ჩემი ნაჩრომი და let's go brother, let's go. ეგრე ვფიქრობ მეც რომ ისე მოვიგებ როგორც მე მინდა და ნახოთ. ბრძოლა გვაჩვენა. ნახოთ ძმაო, ნახოთ.
დამიჯერებშენ ჩემნაირი მოწინააღმდეგე არ ყოლია. ვიცი, მაგრამ არც ასე მომზადებული ვარ არც ერთ ბრძოლაზე. ძალიან კაი. ძალიან მეც ისეთი ბრძოლა მინდა. აი დაბრუნებისას შემომთავაზო, რომ აი გამოვიდე და ვთქვა, რომ აი საღო. დაგსტრესავ. შესანიშნავი. ვინმე შეკითხვა ხო არ აქვს? თუ გინდათ ხელი აწიეთ, თუ არა და გადავცეთ მიკროფონები და face to face. პოლადა ვენუმის წინააღმდეგ. გაწეს რომ დაბლოთოვი და შემოხედავ ახლა ასე ვერ ვიქნები. ისე მაშინ ასე დაიძაბა დაიმუხტა აქაურობა ამიჯერი აი მართლა ბევრის თვალებში ჩამიხედე და მართლა მეგზნია რას გზნობდნენ და შენ თვალებში ვიყურებ ხედავ წინაზეც ეგრე იყვნენ მაგრამ თლად ვერ გაამართლა რა ნახოთ შესანიშნავი კამერებისკენ ბიჭებო გიორგი, პოლადა, პოლადიშვილი, გურამ, ვენუმ, სულაბერიძე. შემდეგი ბრძოლა შედგება 84 წონით კატეგორიაში. ირაკლი მახარობლიძე ჯარშია. ამიტომ სამწუხაროდ ვერ გამოეცხადა დღეს. თუმცა ზურაბ კაკულია აგერა. მოიწიე ზუკა. გამარჯობათ, მოგესალმებით ყველას. ვითხარი როგორ მზადყოფნაში ხარ? როგორც მახსოვს შენ 76-ში აპირებდი ჩასვლას. რატომ გადაიფიქრეს, მაინტერესებს და ტრავმები თუ მოიშუშე, რაც თავარია, ამის კითხვა მინდა კიდე. ესე იგი 76-ში იმიტომ აღარ ჩავედი, რომ წონისყლება გამიჭირდა. ტრავმას რაც შეეხება თქვენი წყალობით გავიარე რეაბილიტაცია საკმაოდ კარგი. მადლობა ახალ ხედვას. სხვათა შორის მეც ახლა გავდივარ რეაბილიტაციას და ძალიან კარგი სპეციალისტები ყავთ. ესე იგი მშვენიერ ფორმაში ვარ, თითიც რავი მშვენივრად არის, მომზადებული ვარ. მომზადება გავიარე გივიკო იოსელიანთან. მშვენიერ ფორმაში ვარ და მზად ვარ. შესანიშნავი. მე თქეზე რა სიტყვი? სერიოზული ძალის პატრონია ირაკლი, როგორც დიდი ალბათობით ნახავდი მის ბრძოლებში. მზად თუ ხარ და როგორ შეუტევ? ძალას დაეტაკება თუ ტექნიკით და ასე ვთქვათ ხერხით აპირებ მოგერიებას? ირაკლის ყველა ჩხუბი ვნახე, ანუ ყველა ჩხუბში მიდის წინ. მე შესაბამისად წინ წავალ უკანაბის არ გადავდგამ და რავი რომელიმე გაითიშება სავარაუდოდ. ჩეხაობაში შევალ რა. შესანიშნავი. კაი მოლოდინში ვართ. ზუკა გაკულია მეგობრებო. შესანიშნავი. მზად ხარ? ეს ბრძოლა შეთანხმებით წონით კატეგორიაში შედგება. 67 კილოგრამი და 500 გრამი. და მე დიდი სიამაყით და სიხარულით მინდა ვიხმო ელგუჯა, ბიძი, გოგია და ბეკა, უარიორ, კორდავა. დაცვას თქო მზად იყავით, ცოტა ახლო მოიწიეთ რა მაინც ყოველივე შემთხვევისთვის. აი უკან დადექი რომ უცბად დაიჭირო და როგორც მე სულ მემხვდება ხოლმე გაშველებაში და არ მინდა, აღარ მინდა. მე უკან გავიწევი თქვენ დაიჭირეთ. კაი, რავი, მოყევით, ანუ კორტავა, ხო იცი რომ ბევრი წერს რომ აუ ნაირს არიდებსო, თავსო მეგობრებმა მოილაპარაკესო რომ ლიჟბი ნაირს არ ეჩხუბოსო და რავი, აი შენი დავიწყებ რა პასუხს გაცემდი მაყურებელს და ელგუჯ, შენს კითხავდი რატო არ გადაგვაღებინეთ პოდკასტი, რატო წააყარეთ ეგრე სასტიკად ერთმანეთს. ბეკა დავიწყოთ შენ. მოგესალმებით ყველას პირველ რიგში, მადლობას გიხდით აქ მობრძანებისათვის. რა ვიცი.
რაც შეეხება ამ ყველაფერს, რომ ვინმეს გაურბივარ. რავი, ამ ხალხს ჭკუასა და აქ ვერ ხვდები, იმიტომ რომ ალბათ უკვე კარგად მოგეხსენებათ, რომ კამარი უნდა გაერთიანებულიყო აგვისტოში და აგვისტომდე მე თუ ბრძოლას შევატარებ, დიდი ხანია ბრძოლას ვითხოვ, ყველამ კარგად იცით ალბათ, ძალიან დიდი ხანია ბრძოლა მინდა, იმიტომ რომ სისტემატიურ ვარჯიშს მივეცი სახე და ჩემს თელ დროს სულ ვარჯიშს უთმობ, ჩემს ალბათ აღნაგებობაზეც გამოიყურება უკვე ყველაფერი. რაც შეეხება სხვა დანარჩენს, კამრები გაერთიანდება, მე არანაირი პრობლემა არ მაქვს არავის ამ ბრძოლაზე. ეს ბრძოლა კიდე ჩემთვის ახალი გამოწვევაა, იმიტომ რომ მინდა ის გავაკეთო ალბათ, რაც გამაში ჯერ არ გაუკეთებიათ და გავხდე 2 წონის ჩემპიონი, 65 კილოგრამს და 70 კილოგრამს ერთად შევუტებ და რავი, კაი ჯახები და კაი ბრძოლები ჩემზე იყოს რა. შესანიშნავი. ელგუჯა, შენ რას გვეტყვი ამ ბრძოლის შესახებ? და შიშველი მუშტებზე ასე ვთქვათ, რატომ მოითხოვე ეს ბრძოლა? ეგეც მაინტერესებს. ავი, მოგესალმებით ყველას, გამარჯობათ. ანუ, კარგი ჭხუი გვექნება მე და ბექას, ძალიან მაგარ ფორმაში ვარ, ესეთ ფორმაში არ ყოფილვარ არასდროს. შიშველ მუშტებზე, რავი, აწის სულ შიშველ მუშტებზე ვიჭხუებ, იმიტომ რომ ჩემთვის დიდი უპირატესობა შიშველი მუშტები. ავი, მე ძალიან მივეჩვია და ძალიან მისწორდება შიშველ მუშტებით ჭხუბი. მე და ბექას ბრძოლას რაც შეეხება, ძალიან მაგარ ჭხუბს გვირდებით. ძალიან მაგარ ჭხუბს გვირდებით მე და ბექა და რავი, 26-ში ვნახავთ ყველა. უკეთესმა გაიმარჯოს, მე პრობლემა არ მაქვს, დამტკიცდეს ვინა უკეთესი, რადგან გაინტერესებდა ვინც უკეთესი იყო. მე არანაირი პრობლემა არ მაქვს, ღირსეულმა და უკეთესმა უნდა გაიმარჯოს, რა თქმა უნდა რა. რაც შეეხება კიდე აქედან 65 კილოგრამში, ძალიან გავიხარდა ფოლადას დაბრუნება რა, ზედმეტად და რა ვიცი, ნახოთ რა იქნება რა, შენ რო გაგივლი მერე, ნახოთ. მე გამივლი რატო გონია მაცა ერთი წამით ყველა მებრძოლი იცი რა მოდი და მივხვდი უკვე რის თმას საპირებდი ჩემნაირი მებრძოლი შენ არ შეხვედრია ყველა მებრძოლი ვინც აქამდე შემხვედრია ყოველი სიტყვა ესაა ჩემნაირი შენ არ შეხვედრია ჩემნაირი შენ არ შეხვედრია ჩემთან თქვენს მნიშვნელობაში მხოლოდ გვარები იცვლება და სახელები სხვა არაფერი მაგრამ ამ შემთხვევაში ამ ბრძოლაში რაც ჩემთვის ზედმეტად საწყენია მხოლოდ სახელი და გვარი არ იცვლება მაგრამ ძლიერმა გაიმარჯოს ბაზარი არა ძლიერმა გაიმარჯოს ეთილი ბექა შენთვის შიშველი მუშტები რამდენად შეცვლის ბრძოლის სურათს არის თუ არა ეს სერიოზული გამოწვევა და ასე ვთქვათ შენ ტაქტიკაში რამე თუ შეიცვლება იცით რა ანუ ადრე თუ გვიან ეს ყველაფერი გამოწვევა ჩემთვის არა იმიტომ რომ ადრე თუ გვიან ეს ყველაფერი მაინც მოხდებოდა იმიტომ რომ ეს არის მუშტიკრების სპორტი და 70 კილოგრამის ჩემპიონი ვარ მაგას რო თავი დავანებოთ მუშტიკრები რახანთა ერთხელ ხო უნდა ჩავატარო მე შიშველი ხელით და ჩემთვის ეს არანაირი გამოწვევა არა პირიქით სასიამოვნოა არანაირი პრობლემა არ მაქვს, რავი, ძალიან დიდი ხელები მაქვს და ნახოთ ჭხუბში როგორ გამომადგება რა. ტრაილერები მზად არის? შიშველი მუშტები. სალიარ ჩავასხამ ნაბადაში რა. რასაც გაუვიდა, კი გაუვიდა, ჩემსა ვერ გაუვა. ნახოთ, აი ნახოთ, ვერ გაუვა ეგ არავინ არ იცის, უკეთესმა გაიმარჯოს. უკეთესმა გაიმარჯოს, ვის რა გაუვა მაგას, უნახავთ რა. 26-ში შევხვდებით. არა, პრობლემა. იმედია რამეს არ მოიმიზეს. რას მოიმიზეზებ შენი ხსნები სულ წონას ვერ აბარებდა. აი, ერთადერთი შემთხვევა მქონდა, როცა წონა ვერ ჩავაბარე და რა ვიცი. შენზე დაბალი წონა ვარ ამჟამადაც, ერთადერთი შემთხვევა მქონდა იმისგან გამომდინარე, რომ ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები შემემქნა და თან იცი რა, მაინც ჩავაქსო ალბათ მოსატანი თემა არაა, მაგრამ ჩემპიონებს არ შეეძლოთ მონაწილეობა გრან პრიში. და როცა მე ყველაფერი გავიგე, დრო მქონდა ძალიან ცოტა და მაგისგან გამომდინარე, რომ დრო ძალიან ცოტა მქონდა, დროში ვერ ჩავეტია და დამაკლდა სამწუხაროდ კილონახევარი. სხვა შემთხვევა, ჩემი მხრიდან არასდროს არ ყოფილა, რომ მე წონა ვერ ჩამოებარებიოს და რავი ხალხი გახარ და გაიძახი წონას ვერ აბარებ, წონას ვერ ვაბარებ კი რა 77 ნახევარში ჩამოვდივარ, აგრეგეუნები პირდაპირ. ჯერ ეს ერთი იმის თქმაც არ მინდოდა, რომ თავიდან 68-ზე შევთანხმდით და იმდენად წუწუნახა, რომ 500 გრამზე ტირილი დაიწყე, რა ვიცი, ეს ჩემთვის მიუღებელია ზედმეტად რომ 500 გრამზე ტირილი დაიწყე 500 გრამზე რატო დავიწყეთ და კაი მაცადე ხო აბა 68-ში შევთანხმდით და 3 დღის მერე იძახი აუ 500 გრამის დაიკელოსო კაი არ მინდა მე 65-ში ჩამოვალ
მე 65-ში ჩამოვალ, როცა დრო იქნება, არა, პრობლემა, მე 65-ში ჩამოვალ, როცა პრობლემა იქნება. ხო მითხარი ბიჭო? ეხა რატო ჩამოვიდე, კაცო, მე აწონაში შევუთავდი, ეხა რატო ჩამოვიდე? ეხა რატო ჩამოვიდე? ხო მითხარი, რა, 65 შენ თუ გინდა მომისმინე, ოქტომბერში უყურე, ნახე შევისვენებ, ნახე ზედიზეთ, ეხა აგვისტოში ვშხუბობ, ვინც არის ის, ხო MMA ემატება. აი, დებიულს გავმართავ შენთან MMA-ში თუ გინდა. მე ბაზარი არა, აი იმენა, ჯერ აქ ავიჩხუბებ და მე MMA-ს გეჩხუბები ოქტომბერში თუ გინდა. ბაზარი არა, ხო, დავაი, მოდი. იქაც მოგიგებ და აქაც მოგიგებ. 26-ში მოგიგებ და MMA-შიც მოგიგებ. всё, მოსულა. რავი, ჩემთვის საინტერესო იქნება ამ ბრძოლის MMA-ში ნახვა. თუმცა ჯერ არ შეგპირდებით დავამუშავებთ ამ ბრძოლას და რავი, მე პირადად ძალიან მაინტერესებს. გიგა, შენ რა სიტყვი? გიგასაც აინტერესებს, ამიტომ დიდი ალბათობით ეს ბრძოლაც იქნება, მეგობრებო, მე მგონი აპლოდისმენტების ღირსია. ეს ყველაფერი. რავი, თან კაც გეჩხუბები MMA-ს თუ გინდა ძმა. ახლა შენ რაწონა ხარ? 71. ო, მე 2 კილოთი ნაკლები ვარ და 79 ხარ? კი. იყავი მე რა. მე რა ვიქნები, წონა ჩავაგარო. 88. ეხა მე რა, კარგად მე кайფება იმენა. მეგრელი მაინც არ ვიყო, ბიჭო, შენ კარგად თუ ხარ. შესანიშნავი. რავი, ვინმეს კითხვები თუ გაქვს, დავსვათ? არა, კარგი, მაშინ გადავცეთ მიჭებო მიკროფონები. პატოს მიეც. და face to face. ელგუჯა, ბიძი, გოგია, ბეკა, warrior, კორტავა. კამერებისკენ მიჭებო. აპლოდისმენტები მებრძოლებს. შემდეგი ბრძოლა. შემდეგ გველის წინ 2 საჩემპიონო ბრძოლა. პირველი მათგანი 84 კილოგრამ წონით კატეგორიაში. სამწუხაროდ ახმედ ჯან ჰოშგორი ასევე ბათუმიდან უნდა ჩამოსულიყო და ვერ ჩამოვიდა. თუმცა მისი მეტოქე გორიდან აქ არის ბადო გოგიჩაშვილი. გამარჯობა ბადო. გამარჯობათ, მოგესალმებით უყველას. როგორ მზადყოფნაში ხარ, გვაინტერესებს? დატოვებ თუ არა საქართველოში კამარს? პირველი კითხვა და მეორე კითხვა ეგ არის. კი, რავი. მე ჩვეულებრივად როგორც აქამდე გამოვალ ვიჩხუბებ, ჩემი კამარი ჩემთან დარჩება. სხვა რა გითხრათ, რა. მეტი სათქმელი არაფერი მაქვს, გამოვალ, ვიჩხუბებ, კამარს როგორც ჩამოვიტან, ისე წავიღებ უკან. შესანიშნავი, ანუ კამარი გორს რჩება. რა თქმა უნდა. ჩემთვის ეს სასიხარულოა. კი ბატონო, ბადო, ჩემთვის ძალიან საოცარი რამ არის, რომ შენ ზაპასით აბარებ ხოლმე წონას, ანუ 80 და ჯინსებში 82 ნახევარი ჩაგიბარებია და ასე შემდეგ. ახლა ცოტა მოზრდილი მეჩვენები, ნუ წონაში ხარ, ისევ ჯინსებში აპირებ ჩაბარებას თუ ასე ვთქვათ, არა, მგონი ცოტა მეტი ვარ. და რა კლება გიწევს ამჯერად. ხო, ალბათ, მაგრამ არ გამეჭირდება ძალიან ჩვეულებრივად დავიკლებ. შეიძლება არც მომიწიოს კონკრეტულად კლებისთვის მომზადება, ისე დავიკლო რა, ნახოთ. შესანიშნავი. აი ზაფხულია და კეთილი. მაშასე. ბადო, გოგიჩაშვილი მეგობრებო. აჰა. დაცვას გთხოვთ, მზად იყავით ახლა განსაკუთრებით, ცოტა დიდი ბიჭები გველის. მაშასე პრეტენდენტი საჩემპიონო ტიტულზე ნიკა კრეიზი ბოგერავაძე შეხვდება 93 კილოგრამის ჩემპიონს სლავა ბრილიანტი მარგიშვილი. არხეული. მოგესალმებით ყველას. სალამი ყველას. მივესალმებით ჩემ გულშემატკივრებს, ჩემ ტრენერებს, ჩემ ძმაკაცებს ყველას. დავიწყებ.
ძალიან მაგარი მზადება გავიარე მოკლედ იმე ვეღარ მართლა უფრო ვეღარ ვითმენ ეხა 4 ტრენერი მყავს წარმოიდგინე ლევანი გეროვანი აგერ შაკო ჩემი კუთხე გოჩა თოლღვაშვილი და ნიკოლოზ ღვინიაშვილი ისევე მზადები 4 ტრენერი ხომ მყავს 4 სალავა შემოუშვით გეუნები აი ისევე მზადები რა მაგას რაღაც როგორ დაიმახსოვრე დამთავრებინე რომ საუბრობ და მე მოგცემ სიტყვას კაც დაცვა არ დაგჭირდება ნუ ხედავ ხო და სად გავჩერდი გამახსენეთ ეგ ამარი უკვე ნათქვამი მაქვს ვაგერ უნდა გადავიკიდო ერთი მუშკეტერი გავიარე ვთქვი რომ სამი მუშკეტერის გამოვარ მოსული ქიმაძე მარგიშვილი და როინიშვილი ეხავე გაიმზადოს მეორე მუშკეტერისაც დაიძინებს აქ კამარას გადავიკიდები და მე კიდე რაშა თუ ჩამებარებს 93 კილოგრამს ვეჩხუბები ესე არ დაიწყოს ამას როგორ ჩაიხსნა მუხლი მტკივაო და მეორე დღეს ვიდეოს დებს ტყეში როგორ დარბის და მუხლის ტრამა მაქვს ანუ ბიჭო ტყეში თუ დარბიხარ რა მუხლის ტრამა მაქვს ხა როგორ უნდა გამოხვიდე ეგეც მაინტერესებს რა ფეხი კი არა სულ ხელი მოვიტეხო ყმა მოვიტეხო რაღაცა ვიღაცა მესროს სამი ტყვია სამოვიღებ და ისე გამოვარ ისე ვეჩხუბები იმიტომ მებრძოლი ვარ ვერა ვიმე სამი აინტერესებს რა მიკროფონი დაითრიეთ მართლა თუ რამის თქმა გინდათ და ძალიან გიჟულხოძე ვარ რა მოკლედ რა იმის მე არავის გავუცრუებ ჩემიანებს მაქამორს მე გადავიკიდე და კარიერიდან ხონში გადავა ის კამარა იქ არის და არ ჩამოვა სო? დიახ აწონებზეო ჩამოვიტანე მე კარგად ჩაიხუტე არა ჩამოვიტან მე ჩავიდე ხა რა უნდა რატომ მაგიჟებს ხა ჩემი ზუმბას დავაბარებ წამოიღოს არის ისედ არის გადამა სეიფში მიდე არა უძო გავიშავ და მიმიდე რა ეგ გამზადებული წესი დარიგით ანუ ეს მე არ მომარტყა მოიცადე ეს ბრძოლა გადამაცა ბრძოლისთვის საჩენ დაცვა უკვე უნდა შემდგარიყო ივნისში ხო კი ბატონო და ნუ ერთით გადაიწია ანუ ფაქტიურად სულ მინიმუმ 3 თუ 4 თვე ემზადები ხო წესი დარიგით კარგ ფორმაში უნდა იყო და ცოტა მეტი რომ მოგვიყვა შენ ზაფორმაში და რას ურაც ველოდოთ ამ ბრძოლაში მოგესალმებით პირველ რიგში ყველას რაც შეეხება ჩემ მომზადებას ძალიან მაგარი ბიჭებთან გავიარე ერთ-ერთი ლევან ციკლაური ჩემი ძმა მაგ ბიჭთან მემზადებოდი ჩემპიონთა აკადემიაში მემზადებოდი მაგ ბიჭებს ძალიან დიდი მადლობა კლუბ ჯიქში მემზადებოდი კიდე მაგ ბიჭებს ძალიან დიდი მადლობა და რავი საუკეთესო ბიჭებთან მქონდა სპარინგები რა და ესეთი არც ერთი არ იყო რა ესეთი დაბალი დონის აი მას ვიტყვი რა ესე ხელებს კარგად ჩაიწერე რა დაბალი დონი რომ დააძინებს აი აი მე ეს ჩაიწერე და ატრიალე მე რამდენი ხანიც გინდა ნოკაუტეს მე რო გამოხვალ ბიჭო მე ჩვენება თუ თვალები აგიცრემლიან და მე არა მე ესე თვალები მაქვს დავიღალე პროსტა შენ კიდე ძალიან ნერვულო და ძალიან ბევრს იფურთხები აი ხა იმაზე რა უნდა უთხრა პროსტა აი უნდა გაჩვენდე არა გაჩერდი არა რა უნდა ქნა იცი ხლა უნდა გაჩვენდე face to face დამიდგე და დაველოთ 26 აი აღარ გავაგზავნებ ამინდა ძალიან გაწყენინო მე არ მეწყინება არაფერი კონფერენციაზე რიგზე კი გაწყენინებ მუშტებით სიტყვებით აღარ გაგიგზავნებ ვერ მაწყენინებ მაგას ვნახავთ აი იმას ვნახავთ ლაშა მიდი დაიწყე გამზადება აი იმას მალე მოვჩევი ლაშასთანაც ეგრე ეგონა ბევრს რა ბიჭო შენ როგორც კალიკაშვილს ვეთქვი ისე გეთქრო მაქსიმუმ შენი სიმაღლე კალადაბურში მომიგო ბიჭო არ მაინტერესებს ისიც გინდა გითხარი მე 26 მე და შენ აქ შეხვდები ბაზარი არ არის მზადებოდი ეგ 4 თვე რა აუ ვიმე შენერები წამოიყოლე გინდა გადაგიტანო საკაცე ააწევი აი თუ გინდა ერთია ჩემ და ის ხსენს თუ გინდა აჰა შენ ზმაზე იძახი? ხო. მაგას ვეჭიდავებ, ეხო მოჭიდავია. შენ მუშტიკერებში, შენ სფეროში, არა, ნოკაუტს ხსენს თუ გინდა. მე ამას თავი ტატამზე წავა და მაგას ვეჭიდავები და ზუმ. მოდი. მესამე პატარა ბაზარი არა. ხო არ ვეჩხუბები და ეჭიდავე მოდი. ეჭიდავ. შენ რო დაგაძინებ მე მაგას ვეჭიდავები. მე ვერ დამაძინე. ისე გამაგრეპლინგსაც ვაპირებ თავი და შეგვიძლია გამაგრეპლინგში მოუწყოთ სლავანს. მოდი. მესამე მიკროფონი არ არის? აი ეს გაიცაით ვიცა ისო ამ ბიჭის ძმა არის უფროსი თუ უმცროსი? შუათანა რა საკმაოდ კაი მიღწეული მოჭიდავია დიდძმას ვაგერ დაუძინებ მე რაკე როგორც სულვირი გამოთქვეს საშუალო ძმასაც ვეჭიდავები ბაზარი არ არის შენთან მარტო სპორტული ინტერესები ძმო ჩვენთანაც ახლა რა თქმა უნდა ახლა სპორტული იქით მე რომ ამ პირადული მქონეს ხმეთო დავიფოროს რინგზე გავარკვევ ჩემი პირადი ეგეთი არ არსებობს ჩემ ძმას რომ მოგო სპორტული ინტერესი როგორ უნდა მოვიდეს ავი ხა გეჭიდავები გაგიტყდება ძალიან ხა რა გავაკეთო ხა სხვა გზა ხო იცი არ არის პროსტა არა ვაფშე გრამა კარგი სანდრო მადლობა რომ მადლობა რომ აქ ხარ კეთილი აი კიდე დაგვრჩა რამე სათქმელი თქვა უყვარს ბევრი ლაპარაკი და ილაპარაკოს მე არ მეწყინება
მორჩით, სწორი შეგვიგა. ინა მაგარი ვიდეო განა ხო? ძახსოვე ჩხუბებგა. ბიჭო, შენი რაღაცები არ გამაჩითინო. მოდი ეხლა face to face-ზე გადავიდეთ რა. რატო გაწითილდი ეხლა? შენი. ბიჭო. ხო. აქ მოდი ჩხუბზე ვისაუბროთ. ერთმანეთს პირადად აი ძახზე ჩხუბე. გაგიხსენო შენი რაღაცები ძვერები, აი იმეთები და იმები და მე აქ პროტა ბრძოლაზე კი საუბრებ. რა ძახებს მიხსენე ბიჭო. ხო, ეგე ჩხუბი. ხო, ეგე ჩხუბი. ხო, რა ძახებს მიხსენე შენ ბიჭო. აზე მოდი, თორე მოგიყვანე ხელავი ბიჭო. აი ხა ხერო დავარტყე კამარზე მოჩხუბ მე 26. არა. აი რა ხელი დამარტყა შეიძლება თავი მოგაჭრა ბიჭო. აუჩ და გაგეგვიძება მე. მე გაგეგვიძება თუ გამოგიძება მე დაგერხევა ისოდე. აი ეხა მიკროფონი ძალიან ცოტა მაკარია იცო და გავჭედო პროსტა კამარი არ მინდა დავთ მოდი საჩემპიონო ბრძოლა არ მინდა გავიუქო კამარს ვერ წაიღებდი გეო კარგი face to face Mika crazy Bokelawadzė Slava Brillianti Margišvili თავსა მოგაძრობ ნახოთ პატარა ბიჭი აპლოდისმენტები მებრძოლებს მეგობრებო გამა bad boys უკვე სულ მალე crazy ვეღარიწმენს 26-ში გამა fight hall-ში უმაგრესი ივენთი გამა